საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა. საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეილიდან მიუვიდათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშით მილოცვის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს. ფაქტს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებებიც, რომელსაც ახლა ნატალი ჯახუტაშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი ქართული ოცნება მიზანმიმართულად იქცევა ასე და განზრახს ჩადის ასეთი ტიპის ბრჭყალებში ქმედებებს და ასეთი ტიპის შეცდომებს უშვებს. ერთის მხრივ რეჟიმის ამოცანაა, რომ შეაგუოს ქართველი ხალხი თითქოს რუსეთი არ არის ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი მტერი და მეორე მხრივ ქართული ოცნება აჩვენებს თავის დამოკიდებულებას ოკუპანტი ქვეყნისადმი. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ დიდი ხანია ცნობილია თუ რა პოლიტიკას აწარმოებს ქართული ოცნება. მართველი პარტია მუშაობს პირდაპირ მოსკოვზე და მოქმედებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. შეგუებაზე უფრო უარესი შეიძლება აქ იყოს საუბარი იმაზე, რომ ესენი უბრალოდ თავისითაც კი არაფერს არ აკეთებენ, ყველაფერი ეგზავნებათ მათ ერთ ცენტრიდან და ეს ცენტრი გასაგებია ვინ იქნება ამ შემთხვევაში, ვინ უგზავნის რუსული დროშიან და დოკუმენტაციას. ესენი იქნებიან რუსები მაშინ ამ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე ნაწილს იმდენი ჭკუაც კი არ ყოფნის, რომ ეს ნახოს და შესაბამისად დროშა შეცვალოს. არაპროფესიონალიზმი თავი და პლუს ამას ის, რომ ესენი არ ფიქრობენ ამ ქვეყანაზე, ისინი რეალურად დღესდღეობით ქართული ოცნება ასრულებს რუსეთის დავალებებს. ეს აჩვენებს ალბათ დამოკიდებულებას, ხო? იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშით მიულოცო შენ ვინმეს მით უმეტეს მსგავს დაწესებულებაში დღესასწაულები. ეს აჩვენებს რომ მორღვეულია საერთოდ, ხო? მათ შორის აი რაღაცნაირად ცნობიერებაც კი მორღვეულია. რომ რუსეთი არის ოკუპანტის სახელმწიფო, რომ რუსეთთან ჩვენ საერთო არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომ ადამიანებს გაუჩინოს განცდა, რომ არც არაფერი არ მოხდა და ჩვეულებრივად შეიძლება გქონდეს ურთიერთობა და მეტიც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში შეიძლება ვიყოთ რუსეთთან. ეგ უწყება დიდი ხანია გასული არის ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან, ვაკვირდები ბოლო წლების განმავლობაში მათი ხელმძღვანელები როგორ იქცევიან და იქცევიან აი ასლან აბაშიძის დროის საუკეთესო ტრადიციებში, ხო და ამიტომ არ არის ახლა გასაკვირი რომ ეგ გაეკეთებინოთ. ესეთი რაღაცები შემთხვევით და შეცდომით არ ხდება. ახლა მე რომ პოულობენ კანტევების ვას და ვიღაცას ვისაც უნდათ რომ ხელები შეაწმინდონ, ეს მანამდეც გვინახავს, მე მგონი ამ უწყების მხრიდან. საზღვაო აკადემიამ რუსული დროშით მიულოცა თავის თანამშრომლებს დამდეგია ახალი წელი და შობა მოპოვებულია ამის დამადასტურებელი ეგრეთ წოდებული სკრინები. ამ ფაქტს რომ ადგილი ჰქონდა ადასტურებს თავად აკადემიის რექტორიც უბრალოდ ის თავს იმით იმართლებს, რომ თითქოს ტექნიკურ ხარვეს ჰქონდა ადგილი და შეცდომა დაუშვა HR-ის სამსახურმა და ამ ინციდენტის შემდეგ აკადემიის ორმა თანამშრომელმა დატოვა ეს აკადემია.